ვამპირები არსებობენ თუ არა ისინი რეალურად. ჩვენ სამყაროში მათ ნამდვილად შეხვდებით. ოღონდ ისინი დონორებს არა სისხლს, არამედ ენერგიას წოვენ. ასეთ ადამიანებს ენერგოვამპირები ქვიათ. ფსიქოლოგიურ ვამპირიზმს ჩვენ ვგრძნობთ სასიყვარულო, ოჯახურ, სამსახურებრივ და მსგავს ურთიერთობებში. ვამპირს შეიძლება შეხვდეთ დასასვენებლად ყოფნის დროს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სამსახურში და ასე შემდეგ. როგორია ენერგოვამპირი? ეს არის ადამიანი, რომელიც გვაღიზიანებს, გვცლის ენერგიისგან და მის გვერდზე თავს ცუდად გვგრძნობთ. ადამიანები შესაძლებელია დავყოთ ვამპირებად და დონორებად. საიდან ჩნდებიან ეგრეთ წოდებული ვამპირები და რატომ არის ერთი ადამიანი ენერგიის მომხმარებელი ვამპირი, ხოლო მეორე მიმწოდებელი დონორი? ვამპირები არიან ის ადამიანები, რომლებიც ვერ ასრულებენ ცხოვრებისეულ მოვალეობას. ის, რაც მათ უნდა აკეთონ, არ გამოსდით. თითქოს ცხოვრების ვალი აქვთ, რომელსაც ვერ იხდიან. ამ ვალების გასასტუმრებელი ენერგია არ ყოფნით და ამის გამო ვამპირები ენერგიას გარშემომყოფთ წოვენ. ენერგეტიკული ვამპირები მზისა და მთვარის ტიპებად იყოფიან. მზის ვამპირები განსაკუთრებული აგრესიულობითა და დაუნდობლობით გამოირჩევიან. ასეთი ვამპირი ყოველთვის ჩვენს პროვოცირებას ცდილობს იმისთვის, რომ ჩვენი ენერგიის ნაკადი მისკენ გავუშვათ. თუ ამ სახის ვამპირთან ადამიანი შეეცდება მწყობრიდან არ გამოვიდეს, ყურადღების მიქცევის მიზნით მან შეიძლება ხელიც კი დაარტყას დონორს, რათა მისთვის სასიცოცხლო ენერგია მიიღოს. მთვარის ვამპირები ენერგიის აღების კუთხით მზის ვამპირებისგან განსხვავდებიან. ასეთი ენერგოვამპირი არ გამოირჩევა აგრესიულობითა და დაუნდობლობით. პირიქით, ასეთი ადამიანი გამუდმებით წუწუნებს და ამ საშუალებით დონორს წოვს ენერგიას. ის ფარულად იპარავს მას თავისი დაუსრულებელი წუწუნითა და ჩივილით. გამუდმებით იწვევს გაღიზიანებას. მთვარის ვამპირის ერთ-ერთი ასეთი კატეგორია ეგრეთ წოდებული დაუცველი პიროვნება. ის გამუდმებით ითხოვს რჩევას და შემდეგ არასდროს არ ასრულებს მას. ვამპირს იმიტომ სურს რჩევის მიღება, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს. ასე რომ ასეთი ადამიანი ნამდვილი ფსიქოლოგიური ვამპირია. მას მიაჩნია, რომ თავად არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. როგორც ხედავთ, ვამპირის გამარჯვება თავისებურია. როგორ გამოვავლინოთ დაუცველი პიროვნება? ვამპირი სულ ითხოვს რჩევას, მაგრამ არასდროს არ ითვალისწინებს მას. მისი პასუხებია: რატომ თქვენ არა? კი, მაგრამ იმისთვის, რომ გააუვნებელყოთ დაუცველი პიროვნება, არ უნდა მისცეთ მას რჩევები. არასდროს ჩადგეთ მასთან მშობლის როლში. ენერგოვამპირის კიდევ ერთი კატეგორია ეგრეთ წოდებული ლურჯწვერა. ლურჯწვერა თამაშობს თამაშს გაები გაიძვერა. ის თამაშობს წაუგებლად, რადგან იყენებს ადამიანის ფსიქიკის კანონებს. ძალზე ხშირად ვამპირიზმის ამ ტიპს უფროსები და ზემდგომი პირები იყენებენ. ასეთმა ადამიანებმა შესაძლოა სრულიად უმნიშვნელო თემაზე დაგიწყონ კამათი და წაგართვან ენერგია. მაგალითად, მოხსენებაში თუ დაწერდით მარჯვენა ზედა კიდური, ამის გამო აუცილებლად საყვედურს მიიღებდით, რომ ბევრად მარტივად შეიძლებოდა ამის დაწერა, მაგალითად უბრალოდ ხელი. თუმცა რომ დაგეწერათ ხელი, ამასაც არანაკლები სკანდალი მოყვებოდა და უფროსი გეტყოდათ, რატომ არ დაწერე მარჯვენა ზედა კიდური. შემდეგ ის ითვლის ყველა შეცდომას, რაც ოდესმე შეგეშალათ. რაც უფრო მეტად იმართლებს დონორი თავს, მით უფრო მეტი არგუმენტი მოყავს ლურჯწვერას. ლურჯწვერას ანტითეზისია ზრდილობიანი ქცევა. არ შეგეშინდეთ მისი ქარბუქის. სულის სიღრმეში ის მადლობელია მათი, ვინც არღვევს წესებს. ის ხომ სწორედ ამით იკვებება. მთავარია არ უარყოთ და აღიაროთ მასთან, რომ თქვენ შეგეშალათ. გეცნოთ სიტუაციები. ეცადეთ არ გქონდეთ ურთიერთობა ასეთ ადამიანებთან და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ გაღიზიანდეთ და არ გამოხვიდეთ წყობიდან. თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ადამიანი მთელი ძალით ცდილობს პროვოკაციაზე წამოგაგოთ.